დუდონატის საჭმელად. ჩამოვედით ავტობუსიდან. და ეხლა მივდივართ სად? აი ამის მერე უნდა იყოს. მინდი. ანდაი საერთოდ გადავიდეთ. მე ავიღე თხილის ალუბლის და ოანი და რუბანი. მგონია რომ ძალიან მშვენია. Premi açıdan bu açım. Kaçıncı marka premi tu eksik kaçıncı? Kaç ne geldi? Biraz basın böyle. Long soldu. Evet, kremse çoğu da merhaba. Será, vamos a ver bien. Será. Engit. İyi, Marta. Kaç ne yapıyor? Ektek kaç ne yapıyor? Ana eskoal dönüyor da eskoal. Tkili sari, ektek kaç ne yapıyor? Ai, Sara, ძალიან ტკბილი არ არის რა, შემოწუხებელი ტკბილი არ არის. ამ ალუბლის გემო არსებობაა. კრემს აქვს თავისი სპეციფიკური გემო რა. ამ ამასი რაჩვენია, ამ დამკინე ამ თენსიბიძო თანავს. აუ ჩემი კრემი ხავს. 100-დან 3. 3? კი, დიახ. ოქროს ჟავერო, ოქრო გაიქნება. არ მოეწონა ნიაკოს და არც მე მეგობრებო. ანუ რაღაც წლად მეგობრებო ვეღარ დავასრულეთ ჩემი ვიდეო, იმიტომ რომ ტელეფონში ადგილი აღარ მქონდა. და ახლა საბოლოო დრო შევაჯამო დუდონატის დონატები. ვიტყვი რომ ანუ ის ფასი რაც ღირს, სულ არ ღირს ეგ პროდუქტი, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ ორი სხვადასხვა გემოს დონატს ვჭამდით, მაინც ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ თითქოს იგივე დონატებს ვჭამდი, ანუ ერთი იყო თხილის და მეორე იყო ალუბლის და ვანილის. ალუბლის და ჟოლოსი ჩემო უფროსმა დამგასინჯა და მოეწონა. ოღონდ ანუ არ გაგიშთა რა, იმათთან შედარებით ალბათ გემრიელი იქნებოდა, არ ვიცი, მე ვეღარ გავსინჯე.
და არ ვიცი, ანუ რაღაცნაირად ზედმეტად გაპიარებული პროდუქტია, მაგრამ როგორც იცახიან, ადრე როცა გაიხსნა ბევრად კარგი იყო და მერე დაუვარდა ხარისხი და ეს არ ვიცი რატოა ქართველების, არ ვიცი რა დავარქვა სენი, რო ხსნიან რაღაცას თავიდან კარგი ხარისხი აქვს და მერე უგდებენ. ანუ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომ მე არ მომეწონა და მეორედ აღარ მომინდება, რომ ეგ ვიყიდო. ანუ ეხლა უბრალოდ ძალიან მაინტერესებდა და მინდოდა და მაგით ვიყიდე. ვიტყვი, რომ აი ის მომეწონა, რომ ძალიან ტკბილი არ იყო რა, მაგრამ მაგის მიუხედავად სულ ოდნავ სიტყვას დავამატებდი, იმიტომ რომ აი მოუხდებოდა, იმიტომ რომ საერთოდ არ იყო ტკბილი, მაგრამ ეგ რაღაც მხრივ კარგი იყო. მაგრამ კრემს ქონდა რაღაც სპეციფიკური გემო რა. და რავი, მეორედ არ მომინდება. ბოლოს, მადლობა რომ დარჩი ვიდეოს ბოლომდე, არ დაგავიწყდეს ჩემი არხის გამოწერა და ვიდეოს და ლაიქება, იმიტომ რომ ეს ძალიან ძალიან დიდ мотивაციას მომცემს. გაკოცეთ და მიყვარხართ.